თამარ დევიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა კალმა. გიმარჯვეთ შვილო. აი ხლა. აბა. ძალიან ბებერი ვარ და საერთოდ არ გეტყობათ, ნუ იტყუებით რაღაცებს. 85 лет. Ну не говорите, не говорите. Айс, ეგა. თავარია ქუთაისელი ვარ, შენგენაც ვარ იქა. როგორ მიყვარხარ ვერ წარმოიდგენ. ქუთაისშიც გიყურებდი, აქაც მიხარო და ედა დიდხანს უნდა გიყუროთ. კომედი შოუს ყველა გვარები ვიცი, ვინცაა მონაწილე. ძალიან მიყვარან ყველა კაი ბიჭები ხართ. კომედი შოუში ძალიან. კაი ხართ ქალბატონო თამარ, მისასალმებელია რომ ქალბატონო თამარი მზადდება 85 წლის და ჩვენთან გადაწყვიტა მოსვლა. დიდი მადლობა ყველას, ყველა მიაწიეთ 95 მეც კიდე. იხარე და იბედნიერე. ხო, ეხლა ანეკდოტები მაქვს, ისე ძალიან ბევრი ანეკდოტი ვიცი და გამომაგდეს მითე ჩვენებმა პანსიონატში ვარ ისე და პანსიონატის მოხუცები ხო იცი რანაირი არიან ვართო წადი გიდა თუ არა წადი ვართო მასე და შენ ნამდვილად გაიმარჯვებო და მე უთხარი ახლა მათხოვრობას ვერ დავიწყებდა რაც მეკუთვნის არავინ დამაკლებს ხო მართალია ბატონო არაფერს არ დააკლებს არა განაცვალე რას ვინ დამაკლებს სირცხვილიცა გავწივდი ნიკა და შენთვის მინდოდა ქუთაისზე სიმღერა შემეხსენებია რომ შენ ქუთაისელი ხარ წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო ეხლა არა მაქვს გავწივდი და მაგრამ უბრალოდ შეგახსენებთ რომ ქუთაისელი კი ბატონო თუ მაიზეს ქუთაისმა გითხოს ვინა ხარ თუ უნდათ ლექსად მოსუხე რომ სუნთქვა ხარ არ გიუთხრა ისი ამას თვითონ მიგიხდება ჩემი ქუთაისი მე გავალ ვიტირებ რომ შეებობა მეც არ ამატიროა რა ვიცი დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და შეგვიძლია დავიწყოთ ბატონ გიორგი შეგვიძლია დავიწყოთ ქალბატონო თამარ ტრადიციულად წესებს გეტყვით მაინც ვიცი რომ იცით მაგრამ შეგახსენებთ უნდა გითხრათ მაინც რა ვქნა პირველი მონაწილე ხარ 5 წუთი გაქვთ პირველი წუთი 50 ლარიანი მეორე 100 ლარიანი მესამე 200 ლარიანი მეოთხე 400 და მეხუთე 400 ლარი წარმატებული წუთის შემდეგ რომ გონია რომ 5-ვე ეგრეთი გექნებათ შეგიძლიათ თანხა აიღო და წაბრძანდეთ მაგრამ აი თუ მოხდა ის სასწაული და ვერ გააცინეთ ეს ორი ადამიანი თანხას დავკარგავთ მაგრამ არ ხდება ეს მე ვიცი არ მოხდება ქალბატონო თამარ შესავალი თუ პირდაპირ ჩავთო დრო პირდაპირ ჩართო მაშინ წარმატებებს კიდევ ერთხელ გისურვებთ 3 2 1 კახელს გარდაეცვალა ცოლი და სანამ გარდაიცვლებოდა მივიდა და უთხრა რამდენჯერ მიღალატეო ესე უჩვენა ამ ქალმა და საიქიოს ასე ყოფილა რამდენჯერაც უღანატებ ქმარს იმდენი გადატრიალდები ხო და ისა რა ქვიან რო გარდაიცვალა წავიდა მოსანახულებლად ახლა მოენატრა ერთი თვის მერე და რო ნახა ვერ ნახა ვერსა და წმინდანი ყოფილაო მე იმან უთხრა მესაფლავემ რომ ერთი გითხარი ერთი რანაირი ქალი იყო ასეთი და ასეთი შეგაცო ვერ გითხარი აქამდე მაგანო რაც მოვიდა სულ ტრიალობსო და ვენტილატორად გამოვიყენეთ კარებზეა ეგრე დაკიდებულიო იცოდი ალბათ ხო ნიკა იცოდი ალბათ იცოდი ამიტომ გაგეცინა რომ იცოდი მე ამიტომ გამეცინა სხვა ინტერპრეტაციით მოვისმინე ეს ანეკდოტი ფაქტია რომ გაგვეცინა ალბათო თამარ 50 ლარი თქვენია გაიხარე დედა მადლობა აგძელებთ თამაშს აი რამდენი ანეკდოტები მაქვს რა ვიცი აბა დაფიქრდით კარგად ცოტა ესეთი ჟირი ანეკდოტები ვიცი ნიკა კი მითხრეს რომ მაინც და მაინც მოერიდეო მაგრამ ერთი შეიძლება გადავასხვაფერე ცოტა მაგრამ ცოტა უფრო აბა ვნახოთ მაშინ მოვიზადოთ კახეთში ჩამოიყვანეს ტრაქტორი ერთ წუთი ჩართო 3 2 1 კახეთში ჩამოიყვანეს ტრაქტორი ხო და ეს რა ქვიან კონვერნების თავმჯდომარემ ის და რა ქვიან მოიწვია ახლა კრება და უთხრა ესო ვირების მაგივრათო ყველაფერს გააკეთებსო ხნავსო თესავსო ახლა კონვერნების ხალხი შემოგროვდა და პიტო გამოვიდა მიტოა და შემოვარა გარეშემო ახედა ქვეშიდან ზეიდან და ასე უთხრა არა ძმაო თქვენ რაც გინდათ ისი ფიქრე და მე ამის სექის გამგზელებელი არა ვარო თქვენ რაც გინდათ ისინი ამასთან სექსია გინდა მოგაი გადავაკეთე იმიტომ რომ ცოტა ბინძურისა ხო კი მაგრამ არსი გასაგები იყო გაგვეცი წარმოდგენაში ყველა უნდა გაითვალე როგორ იტყოდა მას კახელი კი ხო კახელი როგორ იტყოდა გაბატონო თამარ 100 ლარი თქვენია დიდი მადლობა 100 ლარი თქვენია და წინ 200 ლარია აბა დაფიქრდით აბა მე არ ჩავერევი დაფიქრდით
კახელს გავყავდათ. ანუ ვაგრძელებთ? ჩართო? კარგი. 3 2 1. კახელს გავყავდა ძალიან ავად ცოლი. ხო და ეს ქალი იწოდა ხმარმა იფიქრა. ცოტას მოვაცრებ ერთხელ მაინც დაუწვევიო და დაუწვა და მერე რო ადგა ეს კახელი. ამ ქალმა წამოხდა და დაგება დაიწყო სახლის. კახელმა თქვა რომ ცოდნოდაო ეს ჩემი პენისიო წამალი იქნებოდა დედაჩემს და მამაჩემს ხო არ მოუკლავდიო. არ მოგეწონა ხო? მომეწონა ნაკლება. მომეწონა რა ეხლა. ხო. არა არ გაიცინა. ფაქტია გაეცინა. არ გაუცინი. კი. პირველი ადამიანი ხარ თუ იცი ის რომ გაცინებულზე არ გაეცინაო. ესეთი რამე არ გამიცი. მე რო ვიცინი კაც გაცინება არ გაუცინი. არა, გაცინება გაღიმება იყო. გაეღიმა. მე უნდა ხო, გვერდზე გაეღიმა. მე უნდა ჩავუწვა. მაგან გაიღიმოს თუ რა, მე მაინც მადლობელი ვარ. ქალბატონო თამა. ბატონო, გილოცავთ იმას რომ 200 ლარი თქვენია, ამას გილოცავ. კაი, გენაცვა. მაგრამ აბა კარგად დაფიქრდით. ვენტილატორი მოგვე. რაჭომა ანუ როგორ ვქნათ ქალბატონო თამარ? შევწყვიტოთ? ჩართე და თუ არ იქნება თუ დავკარგავ, ყველა დავკარგო ჯანდაბას რა ვქნა. რატო უნდა დავკარგოთ? რა ვიცი, იქნებ. რაჭოზე მოუყვები ახლა. ისე რომ მოყვეთ. არ ჯობია ქალბატონო თამარ, ავიღოთ 200 ლარი და ისე მოყვეთ ეგ ანეკდოტი. არც ფულს დავკარგავ. 100 ლარი, 200 ლარი არ ეყოფა ჩემ მოხუცებს, უნდა წავიდე აქედან მიცდიან ხაჭაპურები დამაბარებს. 200 ლარი ხაჭაპური. ნაირი უნდა. მე მაქვს კარგი წერტილი, კარგი ტოჩკა ვიცი, მაგარ ხაჭაპურებს ავიდო. 200 ლარის ხაჭაპური ყოფნის ქორწი. 10 ადამიანია. 10 ადამიანს რა 10 ადამიანს რა შეჭამს ამდენს ესე 10 ადამიანი ქორწილი კი არა 10 ადამიანია არა აი ქალბატონო 200 ლარის ხაჭაპური თელ ქორწილს ყოფნის სხვა და რა ქორწილს გეს 10 ადამიანია ქალბატონო თამარ ეხა ესე დაფიქრდით 200 ლარის ცოტა ხაჭაპური ჯობია თუ საერთოდ არაფერი ნუ არაფერი მე ერთს კიდე ვიტყვი და კარგი თქვეინება ნუ ესე იგი ვაგრძელებთ უნდა ქალბატონ თამარს 400 ლარზე ესე იგი დაიწყეთ ახლა ანეკდოტი და დავამთავრებ მე აი მეგობრებიც იქიდან მე მესმის ხმები რომ მე კიშპები ახლა ხო? შეჩერდეთ, შეჭიდოთ თამაში. კიშპები ხო? რო შეჭიდოთ თამაში გირჩევენ ქალბატონო თამაში. თქვენი ნება შეგიძლიათ. გავაგზავნოთ. მაშინ წარმატებებს გისურვებთ წინ 400 ლარიანი წუთია 3 დარბაში სიჩუმე 3 2 1 კახელი მოვიდა სახლში და დახვდა სუფრა გაშლილი და ცოლი დაპატიჟებული ვეღაცა და გადაირია ეშალა ნებრე ვინ არისო ესო და მე ბალკონზე დაინახა ვინა ეს კაცი როდგა ქვევინ არის კაცი როდგასო მე რა ვიცი ვინ არისო აბეავითომ არიცოდა მივიდა და უთხრა ქვევინ ახარ შენ მე გენაცვალე მესამე სართულიდან გადმოხდიო და ქმარმა შემისდრო იცი ეს ანეკდოტი გააგრძელეთ ხო ქმარმა შემომისდრო და გადმოხდიო და მიშველი ახლა დააჯინა აჭამა ასვამ რაჭომა ქვემობძანდი აგერ დაბძანდი უთხრა დაждდა ახლა მიირთვა და რო წავიდნენ ის თავის სამსახურში ესი და ამ კახემ რაჭომა თქვა დაფიქრდა და ქვემ მესამე სართული როდისა აქვს ჩვენ სახლსო მესამე სართულიდან განმოხდიო ხო თქვა ქვემ მესამე სართული როდისა აქვს ჩვენ სახლსო არ მოგეწება ხო გილოცავთ 59 წამზე. გილოცავთ ქალბატონო თამარ, გადავრჩით ამას არ ქვია. ნამდვილად. ამას ქვია გადაგვარჩინეს. გადაგვარჩინეს. კი ბატონო, 400 ლარი თქვენია. კია წინ 1000 ლარი, მაგრამ რა ვიცი. არა, 1000 ლარზე ვერ გავალ. იმიტომ რომ ისეთი არაფერი არ მაქვს ახლა რომ ანეკდოტები არ შეიძლება, ლექსები არ შეიძლება, ვერ გავაცინებ, ახლა ნიკას რა გააცინებს, ქვეყნის ლექსები იცის და რა არის ის, ვინ იცის. ო, ეგეც მართალია. ამიტომ 400 ლარი მშვენიერი თანხაა. ხო არ ჯობს შევწყვიტოთ თამაში. ჯობია, რასაც შევწყვიტოთ. აპლოდისმენტები. რა ხანმოვაქციეთ კონსენსუსი. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიხარეთ მე მინდა რომ თქვენ გადავიღოთ სურათი კი ბატონო მოვჩებით გადაცემას და შემდეგ გადავიღოთ ხო შემდეგ აპლოდისმენტებით გავაცემოთ ისევე იქეთ უნდა მიზანეთ მოდით გაბატონოთ გავისეირნოთ ჩვენ
გავისეირნეთ. აი ეს. ჯერ გილოცავთ, იმიტომ რომ შვენიერი 400 ლარია. შვენიერი 400 ლარი. არ ჯობია 400 ლარი იყოს, ვიდრე არ იყოს საერთოდ. სუროდა მეკარდა? აბა რა, ჯობია, ეხა ბევრ ხაჭაპურსაც უყიდებ. რომლობიასაც უყიდებ. ერთ პილეულსაც უყიდებ. ბევრი ვეკილის მე ნიკას, მაგრამ მაინც არ ო, იმას ვეგააცირებ, არა, ის იმას. მე მეუბნები ეგ არ გამიგება. რა ვიცი.